მოდით დავიწყოთ ძვირფასებო ფილიპელთა პირველი თავის პირველი მუხლი. პავლე და ტიმოთე, იესო ქრისტეს მონები, ყველა წმინდას ქრისტე იესოში, ფილიპელში რომ იმყოფებიან ეპისკოპოსებითა და დიაკვნებით. როდესაც დაწერილი არის, რომ ეპისკოპოსებს, ხო? ეპისკოპოსებს და დიაკვნებს. ჩვენ რას ნიშნავს სიტყვა ეპისკოპოსი, ეს უნდა გითხრათ ძვირფასება. ჩვენ ვიცით, ღმერთი სიტყვაში წერია, რომ არსებობს მსახურების 5 ნიჭი. ეფესელთა 4:11-დან 13-ში წერია. და მან მოგცა ღმერთმა და ერთნი მოციქულებად, მეორენი წინასწარმეტყველებად, ზოგნი მახარებლად, ზოგნი კი მწყემსებად და მასწავლებლად. ანუ ეს 5 ნიჭი არის ძვირფასება: მოციქულები, წინასწარმეტყველები, მახარებლები, მწყემსები, ანუ იგივე პასტორები, იგივე ხუცესები და მასწავლებლები. ანუ ეკლესიაში არის 5 მსახურება, რომელიც მოდის ზეციდან. ყველა ვერ იქნება მასწავლებელი. ეს ზეციდან მოსული ნიჭი უნდა იყოს. ყველა ვერ იქნება პასტორი, ანუ მწყემსი. ეს ზეციდან მოსული ნიჭია. რა ნიჭი აქვს მასწავლებელს? უნდა სწორად ასწავლოს. ის კი არა, რომ ლაპარაკი შეეძლოს. ზოგს გონია, რომ ლაპარაკი რო შეუძლია და ყველაფერზე პასუხი აქვს, ამიტომ უნდა ასწავლოს. არა. ეს არის ადამიანი, რომელიც არჩევს, რომელია ღმერთისაგან და რომელია სატანისაგან. მეორე არის მწყემსი, რომელსაც თავისი ნიჭი აქვს და თავისი უნარი აქვს, ხალხთან ურთიერთობა უნდა იცოდეს. და მწყემსი და მასწავლებელი ერთად არის, მწყემსები და მასწავლებლები, ანუ მწყემს უნდა ქონდეს სწავლის უნარიც და გარჩევის უნარიც. ასევე არის მახარებლები, რომლებიც ახარებენ და მახარებელი შეიძლება ვერ იყოს მასწავლებელი, ასევე წინასწარმეტყველები, რომელიც ზეციდან მოდის ღმერთის სიტყვა და უნდა პასტორს ქონდეს გარჩევის უნარი, რომ ცრუ წინასწარმეტყველია თუ ნამდვილი წინასწარმეტყველი და მოციქული, რომელიც დადის სხვადასხვა ქვეყნებში და შეუძლია გაარღვიოს სიბნელე და დააფუძნოს ეკლესია. ისე კი არა, რომ ზოგი ჩამოდის მისიონერი და შენ უნდა უბეროს სული. არა. რაც შენ არ შეგიძლია, მას შეუძლია გააკეთოს იმ ქვეყანაში. აქ არ არის ეპისკოპოსი, არის მწყემსი, ანუ პასტორი, მაგრამ არ არის ეპისკოპოსი. საქმე ის გახლავთ ძვირფასებო. რა თქმა უნდა, არ არის აქ ესე იგი დღეს უამრავი რამ არის, ხო, მართლმადიდებელ ეკლესიაში, ესე იგი პროტოპრესვიტერი, მაღალ ყოვლათუსამღვდელოესი, უწმინდესი, პატრიარქი და ასე შემდეგ. ეს რაღაც პატივმოყვარეობის საფეხურებია, რომელიც ადამიანურად მოიფიქრა, მაგრამ ღმერთი ამბობს სულიერად. ეხლა შენ რომ თქვა, რომ მე ვიქნები პასტორი, თუ შენ ზეციდან არ გაქვს ეს მოცემული, ვერ იქნები. მე ვიქნები მასწავლებელი, წავიკითხე და ვიტყვი. ასე არ არის. შენ შინაგანად უნდა კონდეს გამოცხადება სიტყვის შესახებ. მაშ რატო არ არის აქ ეპისკოპოსი? საქმე ის არის, რომ მწყემსი, ანუ იგივე პასტორი და ეპისკოპოსი არის ერთი მსახურება. ერთი და იგივე მსახურება. მაგრამ სიტყვა ეპისკოპოსი ნიშნავს ეპი არის ზედა, სკოპეო ზედმხედველობა, ანუ ზედამხედველი პასტორი. ანუ მსახურების ნიჭი ეპისკოპოსის და პასტორის ერთი და იგივეა. ოღონდ ეპისკოპოსი ეძახიან ისეთ პასტორს, რომელიც შეიძლება ზედამხედველი იყოს რამდენიმე ეკლესიაზე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც იერარქიით მაღალია. არა, ეს უბრალოდ არის შეიძლება რაღაც ფუნქცია მიენიჭოს, მაგრამ იერარქიით
პასტორი და ეპისკოპოსი ერთი და იგივე არის. ანუ პროსტორად იერარქიც არ არის, ერთი ნიჭი არის. ნიჭია რაღაცა. როდესაც იცით რა როგორ არის ეკლესია? ეკლესიის თავი არის იესო ქრისტე. ეხლა მაგალითად ზოგიერთ ტრადიციულ ეკლესიაში იერარქებია ესა. მე შენზე მეტი ვარ, შენ ამაზე მეტი ხარ, შენ იმაზე მეტი ხარ და ბოლოს ესე იგი პატრიარქია ყველაზე მაღალი. დანარჩენი ესე მოვდივართ. ასე არ არის ძვირფასებო. ყველას თავისი ნიჭი აქვს. აი მაგალითად კეთდება რაღაც ნივთი, ხო? დავუშვათ წიგნი. წიგნი კეთდება სტამბაში, ხო? ერთი კომპიუტერზე კრებს მასალას უბრალოდ აკრება, ჩქარა კრიბავს ძალიან ჩქარი და უცებ ტექსტი აკრება. მაგრამ მეორეს აქვს დიზაინის ნიჭი და ამ ტექსტს აფორმებს, ყდას აფორმებს, ჩასვამს სტრუქტურაში და რაღაც. ამას ეს უნარი აქვს. მერე მესამეს უნარი აქვს, რომ დაბეჭდოს, იცის მანქანაზე როგორ იმუშაოს დაზგაზე. ხოლო მეოთხეს უნარი აქვს, როგორ აკინძოს. ის ვინც კომპიუტერზე დაბეჭდა ის რომ მიიყვანო დაზგასთან, თხა და გიგოსავით იქნება. ეხლა ამ 4 ადამიანს შორის ვინ უფრო მაღლა დგას? არც ერთი. ყველას თავისი უნარი აქვს და თუ ის უნარი არ იქნება გამოყენებული, წიგნი საბოლოოდ ვერ დაიბეჭდება. ასე არის მსახურების 5 ნიჭი, როდესაც ღმერთისაგან მოდის ეს ნიჭები, ყველა თანასწორია, იმიტომ რომ უფალთან არის ეს კავშირში. თუ უფლისაგან არ იქნებოდა ეს, არ იქნებოდა არაფერი. ამიტომ არ შეიძლება რომ ერთი გაყოყოჩდეს, მე წინასწარმეტყველი ვარ, მე მოციქული ვარ, მე მასწავლებელი ვარ, ყველაფერი, მე პასტორი ვარ, არ შეიძლება, იმიტომ რომ ეკლესიის თავი იესო ქრისტეა და ის ანაწილებს ამ ნიჭებს. ამიტომ მე რო გავყოყოჩდე ახლა მე ეპისკოპოსი ვარ და მე დამემორჩილეთ. არა ჩემო ძვირფასებო, ყველა არის თანასწორი ღმერთის წინაშე. და ყველა უნდა მოემსახუროს უფლის ხელს. დიდება იესოს. ეფესელთა 4:11-13-ში წერია. რათა აღჭურვონ წმინდანები მსახურების საქმისათვის. აღსაშენებლად, ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შემეცნებას, რათა გარდა ვიქმნათ სრულქმნილ კაცად ქრისტეს სისრულის ასაკის ზომისამებრ. ასე რომ ეს ყველა მსახურება საჭირო არის ამისათვის. ეპისკოპოსები, იგივე პასტორები, იგივე პრესვიტერები, იგივე ხუცესები, ეს ერთი და იგივე ნიჭი არის. ტიტეს 1:5-7-ში წერია. იმიტომ დაგტოვე კრეტაში, რომ დასასრულებელი და ხუცესები, ნახეთ აქ პასტორები მოხსენიებულია ხუცესებად, დააყენო ყველა ქალაქში, ანუ ხუცესები როგორც ეპისკოპოსი ისე არის აქ, იმიტომ რომ მას უნდა დაეყენებინა ყველა ქალაქში, როგორც მე დაგავალე, თუ არის ვინმე უმციკლო, 1 ცოლის ქმარი და ყავდეს მორწმუნე შვილები. ანუ თქვენ ხედავთ, რომ ხუცესებს, ეპისკოპოსებს უნდა ყავდეს 1 ცოლი და შვილებიც უნდა იყვნენ მორწმუნენი. გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდებული არ უნდა იყვნენ, ვინაიდან ეპისკოპოსი, ნახეთ, იქ ხუცესი ეწერა, პრესვიტერი, აქ ეპისკოპოსი. ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმციკლო, როგორც ღვთის სახმართველი, არა თვითნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა ანგარების მოყვარული.